ჯერ იცით აღვნიშნოთ როგორ დააკავეს ეს მოძალადეები და რამდენი მოძალადე დააკავეს. რა თუნდოდა 2 წელი იმის გამოძიებას თუ ვინ ჩაიდინა ესეთი სასტიკი დანაშაული თბილისის ქუჩებში. ნება რო ყოფილიყო სამართალდამცავი უწყებების, უშიშროების თუ შინაგან საქმეთა სამინისტროსი თუ სხვა დაწესებულებების ეს დამნაშავეები უკვე კაი ხნის დასჭილები უნდა იყვნენ. ასე რომ ეს უსინდისობაა და არის თვალებში ნაცრის შეყრა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ესი აგვიანებენ და ამდენი წლის შემდეგ ძლივს, ასე ვთქვათ, სჯიან 1 და 2 ადამიანს. ეხლა მეორე ასპექტი ამ ყველაფრის, აი ხა სტუმარი ყავდათ თქვენ ბატონი ზვიად მაისაშვილი, ისიც ამბობს, რომ მასზე ძალადობაში მინიმუმ 8 ადამიანი მაინც მონაწილეობდა, სხვა მსხვერპლებიც ამბობენ, რომ 1 და 2 ადამიანს არ გაულახიათ ისინი და 1-2 ადამიანს არ უწამებიათ. აი ეს მსხვერპლები გაცილებით მეტი ადამიანი იყო ჩართული აი ამ ძალადობაში და ამოარჩიეს რამდენიმე განტევების ვაცი, რომელთაც ალბათ დანაშაულიც მიუძღვნით, რა თქმა უნდა და მხოლოდ ისინი დასაჯეს. აი ესეც მეორე უსინდისობა, თვალებში ნაცრის შეყრა და ტყუილი, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან ვაკვირდებით ჩვენ. რაც შეეხება მოტივებს ამ ყველაფრის, თქვენ ფაქტობრივად ნაწილობრივ პასუხი გაეცით ამ კითხვას, ქართულ ოცნებას უდგება ხოლმე 1000-ში ერთხელ, ესე იგი ისეთი სიტუაცია, რომ ანგარიში უნდა გაუწიოს დასავლეთს, ადამიანის უფლებებს და ანუ რაღაც მინიმალურ საკითხებზე ხანდახან, როდესაც არხის გაჭრა უნდათ ხოლმე და თანაშრომლობა უნდათ, მიდიან აი ესეთ მიზერულ კომპრომისებზე, მაგრამ აქ თავარი უნდა ვთქვათ, რომ ესეთი კომპრომისები და პატარა ნაბიჯები სურათს ვერ ცვლის, ესე არაფერს არ შეცვლის ეს პოლიტიკა, ქართულ ოცნებას თუ უნდა რომ დაალაგოს რაღაცები დასავლეთთან, ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულებები და ეს ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული გარემო რომელიც შექმნილია ქვეყანაში, ეს უნდა შეცვალოს. ხელისუფლება ამას არ აპირებს და ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ტექნიკურ საკითხებზე მას ექნება ყოველთვის დიალოგი დასავლეთის წარმომადგენლებთან. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის ჩამოსვლა საქართველოსთან, ასეთი ტექნიკური საკითხების დაალაგებასთან იქნება დაკავშირებული და ასე შემდეგ. ასე რომ მეგობრებო, ნუ მოტყუდებით ამ ტექნიკური საკითხების დაალაგება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პოლიტიკის ცვლილებას და სტრატეგიის ცვლილებას.